ანსამბლ მერმისის 26 წლის საიუბილეო საღამოზე. თქვენი საღამოს დამხმარე. მიხარია რომ დღეს ამ დიდებულ ქალაქში მიწევს თქვენი მასპინძლობა ანსამბლის შემოქმედებით საღამოზე, რომლის ისტორია ჯერ კიდევ 2000 წელს იწყება. ანსამბლი მერმისი 2006 წელს ატარებს პირველ კონცერტს და რაოდე გასაკვირის არ უნდა იყოს ჩემს მხარეში ქალაქ ფოთში მოემგზავრება მერმისი, საიდანაც იწყებს საკონცერტო სტარტს. თქვენი მხარე აპლოდისმენტებით მინდა მივესალმოთ მრავალგზის საერთაშორისო გრან პრის მფლობელს ქორეოგრაფიულ ანსამბლს მერმისი. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ გალბატონი ნინო კეინიშვილი. გალბატონ ნინოზე რომ დავიწყო რეგალიების ჩამოთვლა ძალიან შორს აგვიყვანს, თუმცა რამდენიმე მათგანს მოგახსენებთ. გალბატონი ნინო დაჯილდოვებული გახლავთ ნინო რამიშვილის სახელობის პრიზით, საქართველოს საბაგდარის ორდენით, თამარ მეფის ორდენით და ასე შემდეგ. აქვე გალბატონებო და ბატონებო, მინდა გითხრათ რომ გალბატონი ნინოს შვილი, ჩვენთვის უსაყვარლესი სალომე მაზმიშვილი გახლავთ სუხიშვილების სტუდიის ქორეოგრაფი და სწორედ ის უდგას დღეს დღეისობის სათავეში ანსამბლ მერმის. სალომეს პერსონალური აპლოდისმენტები დაწინებული ვარ ანსამბლს.
ყველას მოგილოცავთ დღევანდელ დღეს ულოცავ ანსამბლის ხელმძღვანელობას, რომლებიც დაუღალავად ჩრომობენ და მინდა დიდი პატივისცემით მივესალმო ლოცვა კურთხევა გადავცე ქალბატონ ნინოს და ქალბატონ სალომეს მრავალი წელი გემსახუროთ ჩვენი ქალაქისათვის. მე მომსწრევარ თქვენი შრომის, თქვენი თავდადების, ჩვენ რამოდენიმე თვის წინ დავლოცეთ და ვაკურთხეთ ანსამბლი და მე ვხედავ მთელი ამ ხნის მანძილზე თუ როგორ დაუღალავი შრომა მიდის. აი სალომეს რეპეტიციას უყურებდი, როცა ის მიდგომილობის პერიოდში საოცარ ენერგიას დებდა ბავშვებში, ეს იყო გასაოცარი და ეს ბავშვებს ეთყობა და ბავშვები არიან გასპეტაკებული სახეებით, ბედნიერები არიან და სცენაზე გადმოვთ ქართველობა და ზოგადად მე მინდა გითხრათ დიდი მადლობა თქვენ იმისათვის, რომ ჩვენ ეკლესიას ძალიან გვეხმარებით, რომ ჩვენი მომავალი თაობა გაიზარდოს ღირსეული. რა არის ქართული ცეკვა? ქართული ცეკვა არის ვაჟკაცობა, მტკიცე სულისკვეთება. ქართული ცეკვა არის პატივისცემა მანდილის და რასაც დღეს მთელი მსოფლიო განსაკუთრებულად ებრძვის, დაცვა იმ ზნეობის მამაკაცისა და მანდილოსას შორის და ბავშვები როგორ გასპეტაკებული სახეებით ასრულებენ ამას, ეს რა შეიძლება უწოდოთ ჩვენ ამას, ეს არის ნათელი მომავალი ჩვენი სამშობლოსი და ეს არის მისასალმებელი და ამისთვის მე მადლობა მინდა გითხრათ, რომ თქვენ ლომის წვლილს დებთ ჩვენი მომავალი თაობის აღზრდისათვის. აქ არიან ჩვენი ქალაქის ძვირფასი საზოგადოება, აქ არიან მშობლები, რომლებიც არ იშურებენ არაფერს და მართლაც ცეკვა არის ის საყდარი, სადაც ბავშვი სწავლობს მეგობრობას, ბავშვი სწავლობს ერთმანეთის პატივისცემას, ერთმანეთის მიმართ სინატიფეს, იმ მოწიწებას, რომელიც დიდ მეგობრობას ბადებს და დიდ ქართველობას ბადებს და ამისათვის მინდა დიდი მადლობა გითხრათ და ყველა თქვენთაგანი დაგლოცოთ. თქვენ ვიცი რა შრომაც გაჩადებულ და ეს საღამო აკურთხოს უფალმა და მადლი და წყალობა არ მოკლებოდეს და მინდა გადმოგცეთ მაღალყოვლადო სამღვდელო ესის, ჩვენი ეპარქიის მამის, მოძღვრის, მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა კურთხევა და ბედნიერი საღამო, ბედნიერი დღეები და მრავალი გამარჯვებული წუთები გქონოდეთ. ჩემო საყვარელო ბავშვებო, ხელმძღვანელებო, თითოეულ თქვენთაგანს მოგესალმებით კიდევ ერთხელ და გისურვებთ ყოველივე საუკეთესო. ჩვენთან არის ხმები.
გვინახავს ისევ ნახა ნატრა ჩვენი სიზმარი ვისხდება ავიეთ ფეხზე ვარ ხეზე სწორედ ახლა ვიცი ბატება სულში ჟუანტელი გვივლის ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო მეგება ავიეთ ფეხზე დავალი ვცეთ თბილის ახლა რომ ამგერდება
დებიუტანტები არიან სცენაზე. Ჩვენი მხარი ამოდისმენდები ქორეოგრაფიულ ანსამბლ მერმისის დებიუტანტები. საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ გოჩა გზენიშვილს. ბატონო გოჩა. მოგესალმებით ხალხო ბატონებო, დიდი ბედნიერებაა თქვენთან ერთად ყოფნა ამ ულამაზეს დარბაზში. პირველ რიგში მინდა აღნიშნო და მადლობა მინდა გადაუხადო მერვისის ანსამბლის წევრებს, რომლებმაც გვამოგზაურეს მთელ საქართველოში. შეიკრიბა საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის
ერთ-ერთ თათბირზე ჩეველთა საბჭო და რა თქმა უნდა რამდენიმე თვის უკან მოვახსენებთ რომ დღევანდელი კონცერტი იყო დაგეგმილი, რეპერტუარი ასე თუ ისე გავაცანით და ქალბატონ ნინოს ისტორია მოუყევით, ადამიანები იცნობდნენ, მაგრამ მაინც წესია ესეთი და დაიჭირა იქ ქალბატონ ნინოს ეხმარება თავისი შვილი უკვე წელიწადზე მეტია და დიდი ბედნიერება არის რომ თვითონ ცეკვებშიც იგრძნობა უკვე ახალგაზრდა სული. მე იმას კი ამბობ რომ ნინო წლოვანი არ არის, უბრალოდ იგრძნობა აქ ბავშვებთან ურთიერთობა და ახალგაზრდული შემართება, დაუყრდენობა და ჩეველთა საბჭომ გადაწყვეტა ესეთი საინტერესო რამ. საპატიო სიგელი გახლავთ ეს საქართველოს ქორეებთა კავშირისგან. ქართული ხალხურის ცეკვების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სალომე მაზმიშვილი ჯილდოვდება ქართული ქორეოგრაფიის ამაგდარის საპატიო წოდებით. ეს სურპრიზია არციცოდა შემოგევლო ჩემი თავი ჩემო კარგ ადამიანს ეს არის საპატიო ამაგდარის წოდება და ასე იწყება ამ აღლასვლა და გისურვებ წარმატებები დიდი მადლობა რომ დედას ესე გვერდეულიეთ გულხარი ამოდისმენდები სალომე მაზმიშვილი საქართველოს ამაგდარის სალომე წარმოიდგინე რამდენი ქორეოგრაფიის წლები ოცნებობს ამ დიდებულ ჯილდოზე და თან მეო კულისებში გაიკვირა კიდე არ ჯეროდა კიდევ ერთი ამოდისმენდები სალომე მაზმიშვილი უღრმესი მადლობა დღევანდელი დღისთვის გილოცავს დღევანდელ დღეს ჩვენი ფედერაცია ყოველწლიურად ატარებს დაჯილდოების ცერემონიალს პირველი ჯილდო ქალბატონ ნინოს და ქალბატონ სალომეს რომელიც გადავეცით ეს იყო 2 წლის უკან წლის შემოქმედი და დღეს დავწუნდით რომ ეკუთვნოდათ ეს ჯილდო თქვენი აპლოდისმენტები მეორე ჯილდო რომელიც გადავეცით ანსამბლის ხელმძღვანელებს ეს იყო წლის საუკეთესო ქორეოგრაფები 2025-დან ნამდვილად ეკუთვნოდა და წელს ასევე გაიმართა ოქროს ხალიჩა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც ანსამბლ მერმის გადავეცით წლის საუკეთესო ანსამბლი 2006. 2026 გოდიში. ამიტომ ჩვენ წელს ისევ განმეორდებით და წელს 2026 წელს პირველი ქორეოგრაფები იქნებიან რომლებსაც გადავცემთ ქალბატონ ნინოს და ქალბატონ სალომეს ისევ და ისევ წლის საუკეთესო ქორეოგრაფები. აპლოდისმენტები, გულხარი აპლოდისმენტები. ტაში და აპლოდისმენტები დავაჯილდოთ ბატონი ბექა. დღევანდელი ჩვენი ღონისძიების ასე ლამაზად გაძღონისთვის და ფაქტიურად ფინალში გავედით და დარჩა ერთი კონკრეტული ნომერი, რომელიც სურპრიზად იქნება. ბატონ თემურს აპლოდისმენტები ქართულ ქორეოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის. ბატონო გოჩა, ეს აპლოდისმენტებიც რა თქმა უნდა თქვენია, მადლობა მსახურობისთვის, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად სინამდვილეში ვეწევით ჩვენს დიდ ქორეოგრაფიულ გზაზე. მე ბექა შენის ნებართვით მე მიმართავ თუ შეიძლება ჩვენს ტელემაყურებელსაც, ჩვენს პატიოსან მშობლებსაც და იცი რაზე მინდა გადაგიხადოთ მადლობა. გავარ კულისებში და აი თამამად გეუბნებით, მაგარი შვილები გყავთ. იცი რატო? განა იმიტომ რომ კარგად ცეკვავენ და იქ სწორი ხაზი და რაღაც გასმად ეს თქვენი მოვალეობა ამას ასწავლით. ეს არ არის პრობლემა სალომეს და ნინოს მიმართავ. იცით რატო გყავთ მაგარი შვილები და რისთვის გიხდით მადლობას? ყოველი ცეკვის წინ გამოდიან და რასაკეთებენ იცით პირჯვარს იწერენ. ამისთვის მადლობა თქვენ ესეთი შვილები. იმიტომ რომ კი რაღაცებს სწავლობენ ადამიანები და მე ამის მომხრე ვარ რომ მთელი ცხოვრება სწავლობს ადამიანი და სწავლას იმერანდო ნათქვამიც კია, მაგრამ თქვენ თუ არ მიეცით ამის საფუძველი, ისინი თავისით გვიან მიხვდებიან რომ ყოველი საბრძოლო გამოსვლა
მათი პირჯვარის გადაწერით იწყება. კარგია ეს, იმიტომ რომ ეს მათი ბრძოლის ველია. კვარაცხელიას თავის ბრძოლის ველი აქვს სტადიონი, იმას რა ქვია, თოფურიას სხვა ტატამი. ჩვენ ეს საბრძოლო მოედანი გვაქვს და ამიტომაც ვართ ბაგრები და ამიტომ ვარცად კაგრები, რომ თქვენ შვილები ხართ ასეთები. და მადლობა ასეთი შვილებისთვის თქვენ და ნინოს და სალომეს და საერთოდ მერმის 26 წელი. ზოგი რამდენი წლის ხარ ბექა? ხო, აი ხო ერთი წლის იყო, როცა მერმისი დაიბადა, ხო? ეს ასე ადვილად ჟღერს, მარტივად 26 წელი, ჩემო თომო, ჩვენ კი ვართ 40-40 წლის ბიჭები. აი დავიკლოთ ცოტა ეხლა, რა იყო შეკაცო. მაგრამ არ ჩამოვარდებით ბევრი 27 წლის ბიჭებს, ხო? არაფერში, ისე ჩვენ რამე საქმეს რო დაჭირდეს. და მერმის ეკუთვნის ძალიან ბევრი მადლობა, ყოველ წელს ეკუთვნის ჩვენი მადლობა, ნებისმიერი მადლობა გადახდილი ამ ქალბატონის მიმართ არის სტიმული თქვენთვის ძვირფასო მშობლები, იმიტომ რომ კარგ ხელში გყავთ ბავშვები. ისეთ ხელში გყავთ ჩაბარებული, რომელიც აი ქალბატონები რო დარბიან აქ, ხო, გაიზრდებიან დიდი გოგონები, გაიზრდებიან დიდი ხალები და ვაშკაცები რო შეუყვარდება და კაცები და ბიჭები რომლებიც გაიზრდებიან და ქალები რო შეუყვარდებათ. ქალს კაცი და კაცს ქალი. აი ესეთებს ზის იმ ამისთვისაც მადლობა მას. ასეთი საქართველოა ჩვენი მერმისი. ეს მერმისი კი არა, ზოგადად ქვეყნის მერმისი და მადლობა აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ ქალბატონ ნინოს ბექა კოდიშიო საქართველო. წეგან ვამბობდი, დიდებული მოსასმენია ბატონი ბესოს სალკეს მიჩები და კიდევ ერთხელ უგრესი მადლობა თქვენ. ბატონი ბესო ჩუბინიცე!
მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, უდიდესი დღე იყო დღეს ანსამბლ მერმისის გარშემო. საქართველოს ქურთა კავშირის სახელით მინდა მოგესალმოთ სულ და ანსამბლ მერმის მივესალმო და წარმატებები უსურვო. ძალიან კარგია რომ ახალი თაობა ჩაერთო, აი ქალბატონ ნინოს ქალიშვილი ჩაერთო სალომე, რომელმაც დაიმსახურა უმამრავი ჯილდოები და დღეს გახდა საპატიო წოდება მიიღო საქართველოს ქორეოგრაფთა ამაგდარის. ეს ეგრძელება მისი კარიერა გაგრძელება და დარწმუნებული რამოდენიმე წელიწადში უფრო ძლიერ ანსამბლს ვიხირავთ როგორც დღეს არის. დიდი მადლობა მთელ შემადგენლობას გოგოებს და ბიჭებს პირველი კურსიდან დაწყებული ანსამბლის ჩათვლით ძალიან ძლიერი პერიოდი და ნებისმიერ ქალაქს დაამშვენებდა ესეთი ანსამბლი განამარტო ბორჯობს და ვამაყობთ ამითი რომ ესეთი კარგი ლამაზი ანსამბლი და ლამაზი გოგო ბიჭები ყავს. დიდი მადლობა ტელეკომპანია ვარსკვლავებს რა ხალხს აცნობს ამდენ ანსამბლებს და ამდენ პიროვნებას ვინ იცის რამდენი ფრიდონ სულაბერიძე, რამდენი ოვან ხეიძე ან ქალბატონები ლატავრა ფოჩიანი, იამზე დოლაბერიძე დაიბადება, აი ესეთ ანსამბლების ზუსტად დიდი მადლობა თქვენს უყურდათ, ჩემო კარგებო, წარმატებებს გისურვებთ. მრავალჯერ შევხვდებით კარგ ამბებში სულ. დღევანდელი დღე ძალიან ემოციური იყო ჩემთვის პირველ რიგში, იმიტომ რომ ამ 26 წლიანი ისტორიის მონაწილე თავად ვარ წლების წინ ამ ანსამბლის წევრი ვიყავი. სალომე არაჩვეულებრივი ქორეოგრაფი, ჩემს მეხის გვერდით გაიზარდა, ჩემი თანაკლასელია ქალბატონი ნინო. ფაქტიურად ჩემი მშობელი, აი არ ვიცი ემოციების სენიჩი ვარ, არაჩვეულებრივი კონცერტი იყო და უამრავ წარმატებებს უსურვებ სულ წინსვლა და სულ წარმატებების მწვერვალების დაპყრობა მინდა ვუსურვო ქალბატონ ნინოს და ჩემს საყვარელ სალომეს. დღევანდელი დღით აღფრთოვანებული ვარ, არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი ემოცია. ყველა კონცერტი ანსამბლი მერმისის არის საუცხო და განსხვავებული, ასევე იყო დღევანდელი დღეც, არ ვიცი, ემოციებით ისე ვარ, როგორ გამოვხატო უკვე არ ვიცი. ანსამბლი მერმისის ფესვების ჩამყრელი ქალბატონი ნინო ყეინიშვილი არის ადამიანი, რომელიც ქართული ტრადიციებით და სულისკვეთებით არა მარტო ცეკვას ასწავლის, არამედ ქართული სულისკვეთებით ზრდის ყველა თაობას, რითიც კიდევ ერთხელ ვართ ამაყები, ასევე სალომე ძალიან საუკეთესო ადამიანი, ქორეოგრაფი, ქართული სულისკვეთების ადამიანი და აგერა შეიმჩნეოდა აღნიშნა ბატონმა ბესომ, რომ ყველა სცენაზე გასვლის წინ პირჯვარს იწერენ ბავშვები და რა ვიცი, აი თქვენც ნახეთ, უკვე სიტყვები არ მყოფნის როგორ გამოვხატო. ბორჯომისთვის ეს არის დიდი დღესასწაული ჩვენთვის, როგორც მშობლებისთვის და როგორც თითოეული მოქალაქისთვის. ვულოცავ ანსამბლ მერმის ამ დღეს 26 წელი არ არის ცოტა ნამდვილად რომ ემსახურო და აღზარდო ესეთი მომავალი თაობა და აღუზარდო შენს ქალაქს ესეთი ბავშვები. ვულოცავ და კიდევ უამრავი წელი მინდა ვუსურვო, წარმატებული წელი ვუსურვო და რა ვიცი, ყველაფერი კარგი ნინოს და სალომეს, იმიტომ რომ არიან არაჩვეულებრივი ქორეოგრაფები. მადლობა დღევანდელი დღესთვის. ვულოცავ მერმის დღევანდელ დღეს 26 წელის სცენაზე არ არის პატარა დრო, ძალიან დიდი დროა. წარმატებებს უსურვებ ქორეოგრაფებს, წარმატებებს უსურვებ როგორც ქალაქში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ძალიან კარგი კონცერტი იყო. ბავშვებმა მაქსიმუმი ჩადეს დღევანდელი დღისთვის და მე ბედნიერი ვარ, ამაყი ვარ, რომ მერმისთან ერთად აგერ უკვე მეორე სეზონია ვდგავარ სცენაზე და მაქვს პატივი ვიყო ამ ღონისძიებების წამყვანი. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქორეოგრაფებს, ვულოცავ მერმისელებს და ვულოცავ ბორჯომს ამ დიდებულ დღეს. ანსამბლ მერმის ვუსურვებ კიდე წარმატებებს, ძალიან დიდ წარმატებებს ქართულ ქორეოგრაფიაში. ზოგადად ადამიანი საკუთარი შრომით ყოველთვის კმაყოფილი არ არის. უფრო მეც მოთხოვს საკუთარ თავს. მაგრამ თავმაც შემიძლია ვთქვა, რომ იმ მწვერვალს მივაღწიეთ ანსამბლ მერმისმა, რაც საჭირო იყო. მადლობა, რა თქმა უნდა, თითოეულ მოცეკვავეს. მადლობა, რა თქმა უნდა, თითოეულ მშობელს, რადგან მშობლები რო არ ყოფილიყვნენ, ჩვენ დღეს ამ ყველაფერს ვერ წარვადგენდით. მადლობა ჩვენ ბენდ ალავერტს, რომ ჩვენს გვერდით კახეთიდან ჩამოვიდნენ და ჩვენს გვერდით იყვნენ 3 დღის განმავლობაში. მადლობა ბექას, რომ ასეთი დღე გაგვილამაზა და მადლობა თქვენ, რომ ჩვენს გვერდით ხართ. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, წინსვლას ყოველ მიზეს გარეშე, რაც არ უნდა მოხდეს, რომ გავძლიერდეთ და თუნდაც მაგალითი ვიყოთ თითოეული სხვა ანსამბლის. ესე იგი 26-ე დაბადების დღე ქონდა, დღეს
ანსამბლ მერმის. მე ძალიან კარგად ვიცნობ ამ გუნდს, ვიცი მათი მუშაობის სტილი, შეფასებული ყავს საქართველოს, ანუ სახალხო დაჯილდოების ცერემონიალ ქორეო მეგას ეს ხალხი და შარშან მათ ჩვენს წითელ ხალიჩაზე კიდევ ერთხელ დაამტკიცეს სცენაზე თუ რატომ შეიძლება ერქვას ქორეოგრაფიული ანსამბლ მერმის საუკეთესო. აი იმის გამო რაც თქვენ ახლა იხილეთ ძვირფასო ტელემაყურებლობის სცენაზე, მათი ცეკვები, მათი შესრულება, მაგრამ ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის, თუნდაც პრემია მეგას დამფუძნებლისთვის, რითაც ვაფასებთ ხოლმე ხშირ შემთხვევაში, პირველი პრიორიტეტი მაინც პირველად ჩემთვის არის სულისკვეთება. ის სულისკვეთება, რაც მერმისელებს აქვთ, აი ამ ბავშვებს რა სულისკვეთებაც აქვთ. ისინი ფეხებით და ხელებით კი არ ცეკვავენ, ისინი ცეკვავენ გულით და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მაყურებელი ყოველთვის ხვდება, როდის ცეკვავს და როდის ასრულებს მოცეკვავე გულით ნომერს და არა რაღაცა ფეხებით, ხელებით და ასე შემდეგ გასმასაც ისწავლიან, ხაზის გასწორებასაც ეს ბავშვების არ არის პრობლემა. თავარი ის არის, რომ გულით ცეკვას სწავლობენ. ამისთვის ნინო მასწავლებლებს ეკუთვნის უპირველეს ყოვლისა მადლობა და ნინოს გულს თავისთავად. ძალიან დიდი მადლობა მოლოთვისათვის. ძალიან ვინერვიულეთ, ნამდვილად დამაღელვებელი დღე იყო. 120 ბავშვი, 120 მოცეკვავე იღებდა მონაწილეობას. ანსამბლ მერმისის საკონცერტო ჯგუფი, ანსამბლის მესამე თაობა და ტაძრისის კლუბთან არსებული ანსამბლი მერმისი ისიც. და რა თქმა უნდა 120 ბავშვის სცენაზე გამოყვანა ეს იოლი არ არის, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ მშობელს, თითოეულ მოწვეულ სტუმარს მობრძანებისათვის, დაფასებისათვის და ჩემ მოცეკვავეებს აი ასეთი შრომისთვის, თავდადებული შრომისთვის, რაც მათ ამ ორ კვირაში გაწიეს, რომ ყოველდღიური რეპეტიციები და შედეგიც სახეზე იყო და ნამდვილად უღრმესი მადლობა თითოეულ მოცეკვავეს, მათ მშობლებს, ამ ბრწყინვალე წაღურის კულტურის სახლის დირექტორს ქალბატონ დალის და სრულიად მის გუნდს უღრმესი მადლობა.